დევით მეგობრებო, ესეა ნეტვორკინგის მოწყვეტე ადამიანი. ჩვენთან სტუმრად არის სალომე ბერიაშვილი, ფიტასის კომერციული დირექტორი. მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგესალმებით, მადლობა, კარგს. იცი რა არის, მინდა რომ თქვენი კომპანია ძალიან თითქოს ჩემი გადმოსახედიდან პირდაპირ ერგება ამ ნეტვორკინგის თემას, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან ამ ამბის მოსმენა, რომ მოგვიყვეთ ზოგადად ბრენდზე და აი ამ კავშირზე, რაც არის ზოგადად ნეტვორკინგთან მიმართებაში. კი ბატონო, FitPass არის კომპანია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს უწყობს ხელს პირველ რიგში, კორპორატიული მომსახურებაა და ვთავაზობთ კომპანიებს ფიზიკური აქტივობით დააკავონ თავიანთი თანამშრომლები, ასე ვთქვათ, სისტემაში ყავს 350-ზე მეტი ობიექტი, 40 პლუს აქტივობით, ანუ ყველანაირი აქტივობა შედის, ჯიმები, აუზები, იოგა, პილატესი, ჯგუფური ვარჯიშები, ლიდოლი, იარაღის სროლა, მოკლედ, აი, რაც კი შეიძლება რომ ფიზიკურ აქტივობასთან დავაკავშიროთ, ყველაფერი შეგვიძლია რომ FitPass-ში მოვიძიოს და დავკავდეთ ამ აქტივობით. თვითონ კომპანიების განმოსახედიდან ნეტვორკინგის კუთხით, რასაც შეგვიძლია რომ შევხედოთ არის ის, რომ თანამშრომლები ბევრად უფრო უკეთ იცნობენ ერთმანეთს, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ ერთად დაკავდნენ ამ აქტივობის და არა მარტო ჯიმში არონ ერთად ძალიან ბევრი გასართობი აქტივობაც გვაქვს. და თქვა წავიდნენ და airsoft-ი ითამაშონ, რაღაც კიბერსპორტით დაკავდნენ, ბოულინგი და ასე შემდეგ და მიიხაზენ. ხო, პადელიც ძალიან პოპულარულია და ყავს არაერთი სისტემაში და თვითონ კომპანიის ჩვენი გადმოსახედიდანაც რო თქვა მახსოვს 2019-ში შემოვიდა FitPass საქართველოში, საერთაშორისო კომპანია და შეთავაზება იმდენად არარეალური იყო. იქიდან გამომდინარე რომ დღესაც თითოეული ჩვენი ობიექტი, რომელიც ჩართული ყავს სისტემაში, თვიური გადასახადი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე თვითონ FitPass-ის ღირებულება. შესაბამისად, საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერდა ჩემთვისაც კი, როცა პირველად გავიგე ამ კომპანიის შესახებ და მივედი გასაუბრებაზე, არ მჯეროდა, რომ ამ თანხად შეუძლია ადამიანს, რომ ძალიან ბევრ ობიექტში მივიდეს და 1000 რაღაც გააკეთოს ყოველდღიურად. როცა კომერციული დირექტორი ვარ, როგორც ახსენეთ და გაყიდვების კუთხით sales manager-ი მიდის და ამ შეთავაზებას აკეთებს, ბევრად უფრო დაუჯერებელია და თუ რაღაცა მით უმეტეს როცა იწყებ და არც ერთი დაკონტრაქტებული კომპანია არ ყავს იმ ეტაპისთვის, საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერს ეს შემოთავაზება და აი აქ ძალიან გამოგვადგა ნეტვორკინგი, იქიდან გამომდინარე რომ მეც მქონდა გამოცდილება გაყიდვებში, რა თქმა უნდა, მანამდე და ჩემი გუნდის წევრებსაც და ის კავშირები, რაც მანამდე თუნდაც დღეს როგორი ღონისძიებაც არის, მსგავსი ღონისძიებებიდან მყავდა კონტაქტები და ისედაც რაღაც პროფესიული კუთხითაც ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ როცა ადამიანს რაღაც კუთხით იცნობ და ნდობა გაქვს და ბრენდთან ასოცირდება, ბევრად უფრო გიმარტივდება, რომ თუნდაც ესეთი არარეალური რაღაც შემოთავაზება დაიჯერო და ენდო, ასე ვთქვათ, ადამიანს და ზუსტად ესე დაიწყო და ჩავთეთ მე უკვე ცნობილი კომპანიები და დღეს ხა 2000-ზე მეტი კომპანია გვაქვს უკვე და ყველა მიცის მე მგონი FitPass შესახებ და ეს საკითხი აღარ დგას, თუმცა თავიდან აი ზუსტად ეს ნეტვორკინგი იყო, რაც და კავშირები ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები გქონდა, ძალიან დაგვეხმარა იმისთვის, რომ ის ყოფილიყო FitPass-ი, რაც დღეს არის. ერთია რომ დღეს უკვე FitPass-ი ძალიან ბევრმა და ყველა იცის, ესე რომ ვთქვათ და ყავთ ძალიან კარგი პარტნიორები და თქვენ აღარ გიწევთ კომპანიისთვის ახსნა, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ახსენეთ, თავიდან იყო ეს მოცემულობა, რომ ხსნიდით როგორ მუშაობს და ასე შემდეგ და ასევე იყო რაღაცა ნდობის ნაკლებობაც, ხო? სანამ ბაზარზე არ ხარ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი აქტიურად, არ გენდობა კომპანია და ასე შემდეგ. ანუ თქვენი მხრიდან ძალიან საინტერესო იქნება აი ეს რჩევები, აი ძალიან ბევრი კომპანია გადის ახლა მაგ ეტაპს, რაც თქვენ უკვე გავლილი გაქვთ. და აი რა რჩევას მისცემდით, აი ნეტვორკინგის კუთხით თუნდაც ნებისმიერ მიმართულებით, აი რას უნდა მიაქციონ ყურადღება, ან რა უნდა გაითვალისწინონ და ასე შემდეგ. იცი რაც თავში ვახსენე ის რომ მე პირადად როცა შეხვედრებზე მივდიოდი და ვთავაზობდი ამ პროდუქტს გამიადვილდა ის რომ ვიცნობდი უკვე ადამიანს და იმ ადამიანს ნდობა ქონდა ჩემს მიმართ და ხშირად არის ხოლმე რომ ესეთ ღონისძიებებზე ან თუნდაც ზოგადად საქმიანი კუთხით გაცნობილ ადამიანთან რომელთანაც ისეთი ახლო კონტაქტი არ გაქვს და კავშირი გიჭირს რომ რაღაცა სათხოვარზე დაურეკოთ რაღაც გონია რომ რადგან შენს თავაზობ
პროდუქტს არ მიიღოს იმ ადამიანმა, როგორც სარგებელია შენთვის. თუმცა HR-ები არიან ჩვენთვის ძირითადი საკონტაქტო ადამიანები, რომლებიც არიან ადამიანები კომპანიებში, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ თანამშრომლების კეთილდღეობაზე, ხო? რეალურად მე თუ იმას HR-თან მივდივარ იმ ინტერესით, რომ ჩემი პროდუქტი გაყიდო მაგალითად, იმის ინტერესიც არის, რომ ვთავაზობ ისეთ პროდუქტს, რომლითაც საუკეთესოდ შეუძლია, რომ თავის საქმე გააკეთოს, ხო და მართლა გაავედნიეროს თანამშრომელი და თუნდაც კი არ მოაქციოს რაღაცა ერთი აქტივობის ქვეშ და მაგალითად შესთავაზოს რომელიმე ჯიმის ან აუზის აბონემენტი, არამედ იზრუნოს მართლა თანამშრომელზე და თითოეულ თანამშრომელს შეეძლოს, რომ თავის ინტერესიდან გამომდინარე შეარჩიოს მისთვის მისაღები აქტივობა, თუნდაც გამოსცადოს თავი რაღაც ახალში და არ ვუყურებდი ამას ისე როგორც ჩემი სარგებელი და ეს დამეხმარა ძალიან და თუნდაც ისედაც რომ შეხედო როცა ადამიანთან მიდიხარ რაღაცა სათხოვარიდან შეთავაზებით ან რაღაც ელემენტარული თხოვნით მეც ვიღაც რაღაცას რომ თხოვს ძალიან სიამოვნებს თუ შემიძლია იმ ყველაფრის გაკეთება და დახმარება ადამიანის ხო და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი იკავებს თავს რომ რაღაცა ცუდად არ გამომივიდეს რომ სარგებელი არ იფიქროს ამ ადამიანმა რომ მისგან მინდა და რეალურად პირიქით ხო რაღაცა მარტივი და კარგი შეთავაზებით თუ მიდიხარ და იცი რომ იმ ადამიანს შეიძლება რომ ინტერესი ქონდეს ამ პროდუქტის მიმართ პირიქით იმასაც სიამოვნებს როცა გეხმარება და შენც ამ კავშირს უფრო აღრმავებ და ეს არ არის მარტო როცა ოდესღაც რაღაც სავიზიტო ბარათი გაცვალე ვიღაცასთან და ის სავიზიტო გიდევს და გადისწლები და არ ეხმიანები ადამიანს არა პირიქით რაც უფრო ხშირად შეეხმიანები ურთიერთობას გააღრმავებ და მეტ გაცვლა-გამოცვლას გააკეთებ ამ შენი პლუსებით და დაინტერესებ უფრო გააღრმავდება ურთიერთობა და მომავალში ანუ რაღაც კუქეთ უნდა დაანახო ადამიანს რომ რა სარგებელს იღებს ასევე ის შენი პროდუქტით და ეს აქ საუხრივი რაღაცა კი და აი ეგ არის ყველაზე დიდი red flag-ი ზუსტად როცა ანუ ეგ networking-ს ხდება როცა თქვათ ადამიანი კიკავშირდება მარტო იმიტომ რომ ხვდები რომ აშკარად შენგან რაღაცა სარგებელი უნდა და რაში გამოადგები და როგორ გამოადგები მარტო მაგ მიზნით გეხმიანება და გირეკავს და კვადრიჟებს სადღაც ანუ რეალურად სარგებელს უნდა ხედავდეს ის ადამიანიც ისე გამოდის ხოლმე ხანდახან რომ რაღაც ორივე უნდა ანუ win-win პოზიცია უნდა იყოს და არა იმიტომ რომ რა თქმა უნდა შეიძლება რომ შენთვის საჭირო თემაზე დაურეკო ადამიანს, მაგრამ აუცილებლად უნდა ხედავდე მის ინტერესსაც ამ ყველაფერში რაღაც ელემენტარულს მაინც და თუ სამხრივია მარტო ეს ყველაფერი და მარტო შენ რო გაწყობს მაგ მომენტში ეხმიანები, პატიჟებ და ასე შემდეგ ეს ძალიან დიდი red flag-ია ვფიქრობ networking-ის კუთხით. და ისაც ანუ იმ ადამიანს აღარ სიყალბეს ხედავს უფრო ალბათ შენში და აღარ მოუნდება შემდეგი კონტაქტი და ურთიერთობა შენთან და მე წარმატებული აღარ იქნება არანაირი შეთავაზება ეს. ხო, ალბათ ნუ მაგ ნაწილში ძალიან უშუალოა სიფრთხილე. კომუნიკაციისთან ახლა red flag-ებს შეხედა ალბათ ეს ერთ-ერთი არის რაც ხაზინო და აი რამე ხო არ არის კიდე ისეთი რაც შეიძლება ვთქვათ რომ არ უნდა გამოიყენო როცა პირველად წარსდგები რაღაც პოტენციური პარტნიორის წინაშე მაგალითად თუ არის რაც შეიძლება რომ ჩვენ გამოცდილების სახით გაუზიაროთ ჩვენ მსმენელს და მათაც გაითვალისწინონ კი ბატონო, აი ეს სარგებელის მიღებაზე რო ხარ ორიენტირებული, ყველაზე ცუდი არის ჩემთვის პირადად და კიდევ ვფიქრობ, როცა არ უსმენ მეორე ადამიანს, იმიტომ რომ networking-ი არ არის ის, რომ მარტო შენ თავზე ილაპარაკო, შენ გამოცდილებაზე ილაპარაკო, შენ პროდუქტზე ილაპარაკო, ან ის ვინ ხარ და რა საქმიანობ, არამედ ძალიან საინტერესოა ისედაც და ურთიერთობა ორმხრივი მაშინ არის კარგი, ყველანაირი ურთიერთობა, როცა მეორე ადამიანს უსმენ, მისი გამოცდილება გაინტერესებს, მის საქმიანობა გაინტერესებს, სწორ კითხვებს უსმენ, აგრძნობინებ, რომ გაინტერესებს მართლა და ადეკვატური ხარ მასთან ურთიერთობაში და არა ის, რომ მიხვიდე, გაეცნო, შენ თავზე ილაპარაკო, შენ უკან რა კომპანიაა და რა პროდუქტი გაქვს და ასე შემდეგ მაგაზე ილაპარაკო და პირიქით დაუსვე შეკითხვები, მოისმინო მისი გამოცდილება, ეგ არის რეალურად networking-ი და არა ის მარტო რომ შენი მხარე წარმოადგინო და ხშირად ვფიქრობ, რომ პირადი გამოცდილებიდანაც მქონია, ხშირად უშვებენ ამ შეცდომებს და მარტო თავის თავზე ლაპარაკობენ, ამ სავიზიტოს დაკიტოვებენ და მე შეიძლება აღარც გამოჩნდნენ მანამ სანამ არ გაახსენდებათ, რომ უი ეს საჭიროა თუნდაც. იცი რა რისი კითხვა მომინდა ეხლა თქვენ ხართ კომპანია, რომელიც
ну, მოდი ვთქვათ დღეს ამ ღონისძიებაზე ძალიან ბევრმა იცის რა არის ფიტპასი, რა სთავაზობს და რა პენსია და ასე შემდეგ, ხო? აი დღევანდელი ღონისძიებიდან თქვენ ლის წაღებას აპირებთ, ანუ რა არის თქვენი ამ ღონისძიებაზე მონაწილეობის KPI, ესე რომ ვთქვათ რა, ამ PPI-დან ესე რომ ვთქვათ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ როგორც გითხარით, ძალიან ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობთ უკვე, მაგრამ რეალურად ჩვენი ინტერესი არ არის ის, რომ ახალი კომპანიები მარტო ეგ არ არის, რომ ახალი კომპანიები დავიმატოთ და კიდე გავზარდოს ეს რაოდენობა. არსებულ კომპანიებზე ზრუნვაც და მათ მიმართ დათმობილი ყურადღებაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთ არაფორმალურ გარემოში თუნდაც რომელიმე კომპანიის HR-თან შეხვედრა, უფრო უკეთ გაცნობა და არაფორმალური საუბარი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვისაც და მისთვისაც იმ კუთხით, რომ რაღაცა ახალი იდეა მოგვივიდეს, რითი შეიძლება დავეხმაროთ, რომ იზრუნოს თავის თანამშრომლის კეთილდღეობაზე და დავგეგმოთ რაღაცა საინტერესო ივენთი ან რაღაცა ხვალ გვაქვს მაგალითად იოგის მასტერკლასი და ჩაგვიტარებია თვითონ კომპანიებში, ვისაც ოფისებში უწყობთ ხელი, რომ რაღაცა სივრცე გამოყონ, ოფისებშიც მივსულართ და ჩაგვიტარებია მსგავსი მასტერკლასი და მოგვიძებია კიდევაც სივრცესას ერთი კომპანიის თანამშრომლებისთვის გაგვიკეთებია მსგავსი ღონისძიებები და ეს ეხმარება თვითონ HR-საც, ჩვენთვისაც პროდუქტის კიდევ უკეთ გაცნობა და სასიამოვნო გამოცდილებაა და შიდა ნეტვორკინგისთვისაც ძალიან კაია, როცა თანამშრომელთან ერთად რაღაცა სამსახურის გარდა სხვა ესეთ აქტივობას აკეთებ და ამ კუთხით არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ხო გავაღრმავოთ ის კავშირები, რაც უკვე გვაქვს და უკეთ გავიცნოთ თითოეული კომპანიის წარმომადგენელი და საკონტაქტო პირი ჩვენთან. და როდის მთავრდება ნეტვორკინგი? არასდროს. თუ რომელიმე მხარე რამე არ გააყუჭა, არა თუ ანუ ეს მუდმივი პროცესია, კი. ხო, ალბათ აი როცა ბრენდი ამბობს, რომ იცი რა არის, მე უკვე იქ ვარ, რომ აი ყველა აქეთმა მოვიდეს ჩემთან და მე აღარ მჭირდება, ასე ვთქვათ, და ეს ცალმხრივი ხდება, მგონია რომ ეგ არის მთავარი შეცდომა, რასაც შვებენ, სადაც მე უკვე სხვა კომპანია ან კონკურენტ კომპანია შეიძლება ამით სარგებლობდეს. მით უმეტეს ჩვენი ბრენდისთვის, რომელიც მართლა მეამაყება, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ რაც ფიტპასი შემოვიდა საქართველოში, ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის ვარჯიში და ფუფუნების წყარო აღარ არის ფიზიკური აქტივობა და რაღაცა მართლა მინიმალური გადასახადით ადამიანს შეუძლია რომ უამრავი რაღაც გამოსცადოს და თან ეს ვარჯიში და იყო ჯანსაღი მარტო ხო არ არის ჯიმი რაც აქამდე ყველას წარმოდგენაში იყო რომ აუცილებლად თუ ვარჯიშობ ჯიმში უნდა იარო ან იცურაო უამრავი აქტივობა არსებობს ისეთი რომელიც გართობაც არის და თან ამ სიჯანსაღეს მოგიტანს ასე ვთქვათ და ჩვენი წყალობით ფიქრობ რა 60,000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს უკვე დღეს და უამრავმა ადამიანმა დაიწყო ვარჯიში, უფრო აქტიურად ჩაერთო და შეიყვარა, რაც მთავარია და არ არის ის მასტი, რომ აუცილებლად იმიტომ ვარჯიშობ, რომ უნდა ვივარჯიშო. პირიქით მრავალფეროვნება აძლევს ყველას იმ საშუალებას, რომ სტატუსების შემოხვედრია ბუდისტში გაწყვეტინებ ადამიანებისგან, რომლებიც არ მუშაობენ და რაღაც მეტაბიობენ რომ სადღაც აი ვინმე რომ გამაფორმეთ სადღე და ფიტპასის გამო რომ სამსახურით დაფეიქება უნდა რა რომ რეალურად იმდენად საინტერესო და სასარგებლო ფექია ესე რომ ვთქვათ რომ ნუ ხალხი ცდილობს რომ ვითომ მუშაობს გააკეთოს კი ბევრი შემთხვევაა პირიქით კომპლიმენტი ჩემგან ძალიან საინტერესო გამოცდილება არის და მარკეტინგში მოკლედ ეგეთ დეტალებს ძალიან ყურადღებას ვაქცევთ რომ ანუ თურმე რას აკეთებს ბრენდი და მისი კომუნიკაციით რა პროდუქტი შექმნა, რომ ადამიანები უკვე აი ამ ფორმით ცდილობენ ამ პროდუქტთან ახლოს მივიდნენ. ძალიან საინტერესო საუბარი იყო და ძალიან საინტერესო ინსაიტები დავიჭირეთ და აი ბოლოს მინდა გითხოთ რაღაც პატარა რჩევასავით რომ ვიცოთ აი დღევანდელ დღეს აი ჩვენ სხვა სტუმრებთან ვისაუბრეთ ერთგვარ მორიდებულობაზე რომ გერიდება აი ქართველებს თითქოს უფრო ორმაგად გვერიდება უცხო ადამიანთან კონტაქტში შესვლა. ეხლა თქვენ ახსენეთ რომ აი არსებულ ადამიანებს ვისაც იცნობთ მათთან გინდათ ურთიერთობის გაღრმავება მეტად დაახლოება და ასე შემდეგ თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი შეგხვდებათ რომელსაც საერთოდ არ იცნობთ და არ გაქვთ წარმოდგენა. აი რაღაცა ერთგვარი
ბიძგი რომ იცით ამ ადამიანებს, რომ არ შეეშინდეთ. რაც რა შეიძლება თქვენი განმოსახედიდან რომ ურჩი. ხო, ჩემ თავს რასაც ვურჩევდი და შესაბამისად სხვასაც არის ის, რომ რაღაცა თავიანთი მიზანი დაისახონ ამ ორ დღეში რაღაც მინიმუმ 3 ადამიანის გაცნობა მაგალითად და მორიდებას რაც შეეხება მაგისთვის ვართ აქ ყველანი და არავინ არაფერს არ იფიქრებს პირიქით გაუხარდება იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი მაგისთვის ვართ აქ მოსულები რომ ახალი ნაცნობები გავიჩინოთ ახალი კავშირები დავამყაროთ და პირიქით ვიღაცა თუ შენს მაგივრად გადმოდგავს პირველ ნაბის შენც უფრო გესიამოვნება და ამიტომ მორიდება ვფიქრობ რომ არ უნდა იყოს ამ ორ დღეში და რაც შეიძლება მეტი ადამიანები გავიცნოთ ყველა. მარტო ფოტოს ნუ გადავეცი. ხო. და რო გავიცნობთ, რაც თავარია მე გქონდეს მუდმივი კავშირი, იმიტომ რომ რაღაცა ადრე იყო მეც მაქვს რაღაც ციგნის ვიზიტკების შესანახი და ვიპოვე წინა სამსახურის საერთოდ გადავშალე და არც კომპანია მახსოვდა ვინ იყო, არც ადამიანი მახსოვდა, იმიტომ რომ არ დავკონტაქტები ვარ, არც ამ ხო და ეს ეგ არ არის ნეტვორკინგი. ნეტვორკინგი არის ის, რომ გაიცნობ და მე მუდმივად ვცდილობ, რომ გქონდეს კავშირი და რაღაც ელემენტარული ურთიერთობა ჩამოაყალიბო კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში დროისთვის, რომ ამ სასიამოვნო პროცესს დააკავდი და ძალიან საინტერესო აზრები გაგვიზიარე და გაუზიარეთ ჩვენს მსმენელს. ჩვენ დაველოდებით ახალ სტუმარს, რომელსაც მალე წარგიდგენთ დროებით.